გამარჯობა, ჩემი სახელი არის ევანი და დღეს ჩვენ ახლა მივდივართ საღამოს ტბაზე. ძალიან კარგმა ადამიანმა გამიჩერა. Say hi my subscribers. Hello guys. ესე იგი, ახლა მივდივარ ნინოწმინდაში. ნინოწმინდა უნდა გადავიდე საღამოს ტბაზე. თუ მოვასწარე, ფარავნის ტბაზეც გადავალ და იქ დავკემპინგდები რა. საკმაოდ გრძელი დღე გამომდის, იმიტომ რომ დილას გამოვედით სადღაც 8 საათს და ახლა 11:30-ია. მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანს რომ გამიჩერა და ნენა შემოგთავაზებს გზიდან ვიდეოებსაც რა. იმედია ჩემი ხმა ისმის კარგად და წავედით. What is your name? Say my subscribers. Kaya, my name is Zevan. My nickname is Zevan Abu. My YouTube channel. Yeah, nice to meet you. Very good. I'm just gonna get thanks for this, man. No problem. Thank you, man. ახალქალაქის ჩამოვედი, დავიღალე. მარტოობით დავიღალე. არა, დაგვრევა პირიქით. ახლა უფრო მისორდება ეს რაც უფრო დრო გადის. უფრო ხვდები რომ ეს მოგზაურობა უფრო კაია რა. თავიდან შიშებისავით მქონდა. არა ახლა პირიქით. ოღონდ მარტო დავჭი და მარტო ვიყო კაროშეთი არ ვიდა არაფერი. მოკლედ ძალიან კაია რა. ეს ფამოწონს არა თქო. ფარავანზეც მოვედით. აი ეს არის ფარავნის ტბა. და აქ მოსასვლელად იმდენი რამ გავიარე რომ რა ვიცი, უბრალოდ ვერ გადავიღე ვერაფერი, იმიტომ რომ გადასაღებიც არაფერი არ იყო. სიმართლე რომ ვთქვა, ბევრი რამ გავიარე რომ ანუ გზის ამბავში რა. ანუ ნინოწმინდამდე მოსასვლელად დამჭირდა სულ რაღაც 3 საათი, იმიტომ რომ მანქანას საერთოდ არ აჩავდა და ბოლოს იმაში რა ქვია, ნინოწმინდაში ჩამოვედი. მანქანამ გამომიჩერა, ძლივს გამიჩერა ვიღაცა სადღაც ოფელში, ჩამომიყვანა ნინოწმინდაში და ნინოწმინდან ეგრევე წამომიყვანა მამაომ და მადლობა მას ძალიან დიდი ფოკაში. საღამოს ტბა გავიარე, სანახაურები არაფერი არ იყო და მაგიტო აღარ გადავიღე ეგ ადგილი საერთოდ. თუ არის მემაპატეთ არ ვიცი, მაგრამ ახლა ვარ ფოკაში, კონკრეტულად ფარავნის ტბასთან ახლოს და ერთ-ერთ ეკლესიასთან. აი, უბრალოდ შეხედეთ რა მაგარი ადგილია. ეს არის ფარავნის ტბა. აი, ეს არის აბულის მთა და აქ ვერავალ. მინდოდა მართლა ასო ძალიან, მაგრამ ვერავალ, იმიტომ რომ იმხელა თოვლი არის, აი თქვენ ხედავთ ეხლა რა. იმენა დიდი თოვლია, რომ ავიდე, ან გავიყინები, ან ჩამოვარდები, ან დავცურდები, ან რაღაც დამემართება რა. თან ახლა რეკომენდირებულიც არ არის თურმე ასო. მე ეგ არ ვიცოდი საერთოდ. მე ეს მთა მე დავინახე, როცა ნინოწმინდაში მოვხდი. და ვაფშე არ ვიცოდი აქ თოვლი იყო ახლა. მაგრამ ლევანის ტბაზე შესაძლოა წავიდე. და მაგრამ შესაძლოა ვერ წავიდე, მაგრამ ყველანაირად ვიცი რომ მივიდე რა. იმიტომ რომ ლევანის ტბა არის დაახლოებით აი აქ შიგნით არის ქვევით და ეგ არის დანარჩენი ტერიტორია არის ესეთი. ანუ სრული ხეები არა საერთოდ, რა ხეები არის მარტო აქ. მარტო ამ წერტილში არის ხეები. და შეიქეთ ხე საერთოდ არ არის. ეს არის ფარავნის ტბა. უკიდეგანოდ დიდი არის მართლა, ძალიან დიდი არის. იქედან იწყება. და დღეს შესაძლოა დავჩე მონასტერში აი აქ. რადგან მამამ შემომთავაზე რომ დარჩე ჩვენთანო თუ აქვს სურვილი. მეთქი კი ბატონო, თუ არ წავედი ლევანის ტბაზე, კარგი თქო. რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, ვფიქრობ რომ ლევანის ტბაზე მივიდე და ცოტათი ახლოს და სადმე იქ გავჩერდე, დავკემპინგდე, შემდეგ მეორე დღეს ლევანის ტბაზე წავიდე და მთლიანად დავფარო ტერიტორია და მე წავიდე უკვე თბილისში. იდეაში ანუ დიდაბულს ჯერ მინდოდა ლევანის ტბაზე ასვლა და შემდეგ დიდაბულზე ასვლა, მაგრამ ნუ ვერავდივარ, ეგ რა თქმა უნდა ვერავალ. ხედავთ რომ ძალიან დიდი თოვლია, მაგრამ აქ საფხულში აუცილებლად დავბრუნდები, ან აგვისტოში, ან ივლისში. ან ივნისში შესაძლოა ვერა. და მხოლოდ აბულის მოვალ აქ და აბულს დავიპყრობ თლიანად რა. და აი უკარო შეიხედოთ შემოკან ეხლა რა ხდება. ეს არის სულ ღრუბელი. ეს არის ძალიან გუმბდოდ შეგრული ღრუბელი. ეს შესაძლოა მოვიდეს ახლა აქ. შესაძლოა კიდე რომ აქ მოვიდეს და
კარგი გამორიცხული და წვიმაც იყოს. და წვიმაში ასვლა კიდე ლევანის პაზეთი ძალიან რთული არის და ძალიან ანუ გამიჭირდება რა. წავედით ახლა. შემდეგი კადრი სადი რა იქნება, როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ შემდეგი კადრი. მოკლედ ეს ვიდეო დასასრულს მივახავ და გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და გაუზიარეთ მეგობრებსაც, რომ ბევრმა ნახოს და რეკომენდაციებში გამივარდეს ვიდეოები. ახლა რა ხდება? ესე იგი, დავრჩი ეკლესიაში, აღარ წავედი არც აბულზე და აბულზე თქმა უნდა ვერ წავიდოდი და არც ლევანის ტბაზე. რატო აღარ წავედი და რატო აღარ მივდივარ და რატო ბრუნდები ახლა თბილისში? ხო, თუ არ იცოდით, თბილისშიც ბრუნდები. მოკლედ ისტორია იწყება ახალქალაქიდან, როცა ახალქალაქში მოვხდი, იქიდან კატასტროფულად არაფერი, საერთოდ მანქანა არ აჩერებდა რა. შეხვდა რამოდენიმე, ანუ გავარ და მანქანა არ აჩერებს, ანუ 3 საათი ფეხით დავდივარ, რაღაც სოფლებზე გავდივარ ჩემით, მაგრამ ნუ არ აჩერებს ახლა მანქანები რა. ბოლოს მანქანამ გამიჩერა, ჩავედი ნინოწმინდაში და ნინოწმინდაში შეხვდა მანქანა, რომელსაც აქ რაღაცა შაურმის ოჯახი თუ რაღაცა, თუ ჯახი თუ რაღაცა ეწერა მანქანაზე რა. და შაურმის ლოგო და ნუ დამაინტერესა ხა ლოკალური შაურმა როგორ იქნებოდა. იმიტომ რომ ბორჯომში ვიყავი, გავსინჯე შაურმა და საზიზღრობა იყო. მე ორჯერ გარშე ვარ, შაურმა ჰაბი ქვია. თუ ნახულოთ ამ ვიდეოს ცოტა საზიზღრობა გაქვთ და გამოასწორეთ. ნინოწმინდაში როცა მოვხდი და შევედი მაგ საშაურმეს ხა გამოველაპარაკე რა და ვესაუბრები იმას თუ სად მივდივარ, საიდან ვარ და რაღაცები და მინდა წამოსულიყავი საღამოს ტბაზე. ხო, მეორე ამბავი კი საღამოს ტბაზე რატო არ წამოვედი? საღამოს ტბაზე და სოფელი საღამო უნდა გამიარე და მე რო წამოსულიყავი ფოკაში. ნუ ფოკაში არის ეს ფარავნის ტბაც. და ის ეკლესია და სხვა არის ფოკაში. ფოკას ნინოწმინდას ეკლესია არის რა. შემოვიდა 3 ადამიანი, მამაო და მისი 2 მეგობარი რა. ეს მეშაურმე მეუბნება რომ აი ესენი მიდიან საღამოს ტბაზე, საღამოზეო და წაყევიო რა, შეიქეთ თუ გაყევიო რა. ერთ-ერთ მე ადამიანს კაც შევეკითხი და კარგიო წაგიყვანო თუ არ არის პრობლემაო რა. წამოვიდა გზაში მამაოსთან ვისაუბრე რაღაცა, საიდან ხარ რაღაცა და მეთქი ბათუმიდან ვარ, მეთქი ვარ ბათუმიდან და აბულაძე ვარ გვარათქო რა. ო, აბულზე სადიხარო აბულაძეო და იცი შენი გვარი საიდან ვადისო და მეთქი ნუ ახლა არ ვიცი მეთქი რა რაღაცა და დიდი აბულიდანო რა. ვა, მეთქი დამაგარია, საინტერესოა თქო რა. და ანუ აბულ რო არის, ანუ ყველა მაგის დასდაბოლები რაც არისო, ყველა მოდის ამ მთიდანო რა. დასახლება იყო, გვარი იყო ესეთი აბულიო და მახიდან და აბულაძეებიც მახიდან ახართო. და ესეთ გვარებიო რა და ხო მეთქი საინტერესო რა მაგარია მეთქი რაღაცა და ნუ მომეწონა ეგ ფაქტი რა. ეხლა კიდე რა ხდება? მეუბნება რომ მოვედით ახლა ტაძარში რაღაცა ნუ შემოვთავაზეს დარჩენა თუ გინდა ტაძარში ანუ ქვევით მდელოზე გაშალეო, როგორც გაგინდაო რა. ახლა სასწაული აქედან იწყება რა. ადამიანი მეუბნება რომ აბულზე რო ვერ ახვალო, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლია და მეთქი ხო ეხა ხედავ მეთქი და რაღაცა თოვლია მეთქი რა. ეხაც რო შეხედოთ კიდევ ნუ მაგრამ თოვლი ახლა აღარ ჩანს ღამეა, მაგრამ თოვლია. და გათი აი ლევანის ტბაზე მაინც ავალღეს და თუ რაღაცა იდავჩები მეთქი რა, აღარ შეგაწუხებ თქვენ მეთქი რა და არაო რა შეწუხებაო რაღაცა და თუ გინდა წადიო არა პრობლემაო რა. ეგრე აღარ უთქმია. უკვე მითხრა რომ ლევანზეც აღარ წახვიდეო. ან დილას წადიო, მაგრამ დილასაც არ გირჩევო რა და მეთქი რატო თქო და ეხა მალეონ ისე ჩამოწვევაო, ამიდი გაფუჭდება და მაგრა დაცივდებაო რა და შეხედეთ რა ხდება. ისლია 10 წელი აქ ვარო რა, აქ ამ ეკლესიაში ვარ და რაღაცა და ვიციო რა როდის და რანაირად ხდებაო აქაო რა. ეხა იქ რო წახვიდაო ძალიან გაიყინები და რაღაცაო. მეთქი ხო რაღაც და ნუ გადავიფიქრე მოკლედ წასვლა რა. და გავუწყდი თბილისში წასვლა. სასწაული ეხა რატოა? მე იდეაში ფოკაშიც არ უნდა წამოსულიყავი და უნდა წამოსულიყავი სულ სხვა გზით, აი იქეთა სანაპიროზე უნდა ყოფილიყავი, ეხა იქეთა სანაპიროზე უნდა ყოფილიყავი და აი ზუსტად ეხა ნისლის სადაც არის, აი იქ უნდა იყო. და ეხა იმ ნისლში უნდა ყოფილიყავი იმ სიბნელეში და ანუ
კატასტროფა მოხდებოდა, ან რაღაც მომივიდოდა ყველა ვარიანტში და ეგ მაგას აუცდი. რაღაცნაირად აუცდი რა. ანუ სასწაული არის, არ ვიცი სასწაული რას დაღვებრალო, არ ვიცი, ანუ რა უწოდა ამას მართლა არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად სასწაული არის რა. რომ ანუ რაღაცნაირად შეგვახვედა ერთმანეთს, ის არ გაჩერება მანქნების და ის ყველაფერი დაიმთხვა ისე რომ ბოლოს აქ მოვხდი და აქ ვჩები დღეს. მამა თუ ამ ვიდეოს უყურებ, მადლობა ძალიან დიდი, რომ არ ვიცი რას გადამარჩინე, მაგრამ აი იმას რო გადამარჩინე ვიცი. ხო და რა ვიცი რა, ამ ფონზე მინდა დავასრულო. თბილისში ასვლის კადრსაც აღარ ჩავსვამ, ნუ აღაზრე, იმიტომ რომ ხვალდილას მოვდგი და ეგრევე თბილისში რამეს ავტოსტოპით გავყვები რა თქმა უნდა ისევ. და ეგ გამოიწერეთ ისევ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, მეგობრებსაც გაუზიარეთ და კომენტარიც ამიტოვეთ. და მესაუბრეთ რა კომენტარებში წაგეჭიროებით ხოლმე. აბა კარგად და დროებით.